მოროშკინას პოდკასტი. გადაცემის წარმოდგენია ვილა პროვანსი სიღნაღში. აუზი, ტყეპარკი, მზე და კოქტეილი სიღნაღში. ტელეფონი 551 52 37 10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მინდა რომ დღევანდელი ძალიან ლამაზი დღე მოგილოცოთ ნინოობა, ყველა ნინოს რა თქმა უნდა და ზოგადად მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ასეთი წმინდანი, ასეთი ძვირფასი მეოხე საქართველოზე რთულად წარმოსადგენია და თუ ვინმე ჯერ კიდევ არ არის ნამყოფი ბოდბეში, არ ჩასულა იმ წმინდა წყალში, მინდა ყველას მოგიწოდოთ რომ ეს არის ნამდვილად ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საწინდარი. კიდევ ერთხელ ვლოცავ მთელ საქართველოს და ჩვენ მსმენელს ყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. კლავ და კლავ ჩვენი რეიტინგი მატულობს და ამის შემოწმება ძალიან მარტივია. დიდი მადლობა ნამდვილად 10,000-ობით ადამიანს, რომლებიც კომენტარებსაც ტოვებენ, რომლებსაც უშუალოდ ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვერდზე არიან და ამ უკუგებას ვგრძნობთ და ზუსტად ამიტომაც დღეს თინა თოფურიაა ჩემი სტუმარი, ქალბატონი თინა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძალიან ნიჭიერი ქალბატონი და კიდევ უფრო დავწრილმანდები ქალბატონ თინაზე საუბარში კიდევ თუ რა სიკეთეებია გაკეთებული საქართველოსთვის და რამდენი ადამიანი ნამდვილად თვალებში უყურებდა, როდესაც ჩვენ გადავიტანეთ რაღაც სირთულეები და ზუსტად აქედან მინდა დავიწყო. ზოგადად მინდა დღეს გავაბათილოთ ის, რასაც აქამდე ჩვენ გვაბრალებდნენ, ეს არის შეთქმულების თეორია. და მე ჩამოვთვლი აი ამ რამოდენიმე პუნქტს, ეს იყო ქიმტრეილერების არსებობა, არ არსებობა, თურმე ჩვენიცა ისე იხაზება და ვიღაცას ეს იზმრება უბრალოდ. ეს არის აცრები, ეს არის COVID ინფექცია, ეს არის თურმე რაღაცა საუბრები იმაზე, რომ არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთბმაშია, რომ კიევი დღეს თუ არა ხვალ გაიმარჯვებს და აგერ იმარჯვებს და კი ვხედავთ, რომ როგორ უკან წავიდა. ანუ ყველაფერი თეთრზე შავის საუბარი და საბოლოო რაც იყო, ეს იყო ტრამპის მოსვლა, აქაც ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და პირველი რასაც აკეთებს ტრამპი, პირველი განკარგულება, რასაც ხელს აწეს, ეს არის ჯანმოდან გამოსვლა. და აი აქ უკვე თინა ჩემო ძვირფას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდ პატივს გცემ, ძალიან დიდი მადლობა იმ ნაშრომებისთვის, იმ კეთილი სიტყვისთვის, როგორც გვამხნევებდი, ხანდახან გვაშინებდი კიდევაც, მაგრამ ესეც საჭიროა, იმიტომ რომ თუ არ ესმით ადამიანებს, ცოტა ხანდახან ისედაც უნდა შეუძახოთ, რომ ხალხო მერე ნუ მოგთხოვთ პასუხს და მოდი შენი კომენტარი მინდა, როგორ ფიქრობ, ტრამპის პირველი ეს მოქმედება, ჯანმოდან გამოსვლა, რას უნდა ნიშნავდეს და აუცილებლად ბმაში უნდა იყოს ალბათ, ზუსტად აი იმ კიბოს უჯრედებზე საუბარზე, რაზეც ახლა არის ძალიან აქტიური კვლევები მიდის, რა ხდება ზოგადად? კარგი, მოდი დავანონსებ, რაზე გაგცემ ახლა პასუხებს. ნუ პირველი, რაც არის ეს ჯანმოდან გამოსვლის ხელშეკრულება, ბრძანება უფრო სწორად. მეორე ეს არის ფაუჩის ინდულგენცია, რომ მისცა ბაიდენმა, ეს გავშიფროთ და მესამე ეს არის კიბოსაწინააღმდეგო ვაქცინის დაფინანსება, რაზეც ძალიან დიდი გაუგებრობა არის მოსახლეობაში. და ნუ ალბათ ჩემს უკეთესად ამას ვერ გაშიფრავს. შენ გახსოვს, მე მაისში ჯერ კიდე გავაკეთე პეტიცია, რომელზეც ხელმოწერებზე უარი თქვა მოსახლეობამ, რაღაცის შეეშინდათ. ეს პეტიცია ეხებოდა ჯანმოს ზუსტად. მე ვთხოვდი მთავრობას, რომ მას უარი ეთქვა იმ ხელშეკრულებაზე, ხელმოწერაზე, რომელიც ჯანმოს აძლევდა აბსოლუტურ უფლებებს, რომ დაემყარებიათ სრული ტერორი ნებისმიერ ქვეყანაში. გასამხედროებული რეჟიმიდან დაწყებული, რომ დაჭირვებოდათ, კი? რომ დაჭირვებოდათ, კი არა, ეს იყო ჩანაფიქრი და ჩვენ გვაქვს ამის აბსოლუტური მონაცემები, ისინი არც მალავდნენ ამას, პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს იქნება ტერორი, არნახული, ეს იქნება სრული კონტროლი. რეპეტიცია ხო ვნახეთ ამის. ის როგორც თქვა იმან ბილ გეიტსმა იყო გენერალური რეპეტიცია. და ჩვენო გამოვასწორებთო ახლა იმ შესწომებსო, რომელიც მაშინ დაუშვითო. და ერთ-ერთი პირველ პუნქტთაგანი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლა. და სხვადასხვა მე უკვე ჩემ თავზე ვიგრძენი და ჩემ თანამოაზრეებზე ფაქტ-ჩეკერების მიერ როგორ დაიწყო გაშმაგებული დაბლოკვა ყველაფრისა. და დღესაც აი წარმოიდგინე, დავდეს სტატია, ბლუმბერგის სტატია ინგლისურად და პატარა ანოტაცია გავუკეთე, რომ სტატია ეხება ჯანმოდან ამერიკის გამოსვლას. უბრალოდ აი დავწერე. უნდა გენახა
რაკნეს პირდაპირ აიღეს 1 საათში უკვე აიღეს და დამიწერეს რომ ეს ჩვენ უსაფრთხოებას არ ღვევს და ძალიან გამიკვირდეს ფაქტ-ჩეკერები უკვე ტრამპსაც ებრძვიან და მის ახალმწავრობასაც. ამიტომაც არის ალბათ ზუკენბერგმა რომ მიიღო გადაწყვეტილება ზუსტად ამ ფაქტ-ჩეკერების მუშაობასთან დაკავშირებით. ზუკენბერგმა რატომ მიიღო მაგასაც გეტყვი. იცი თქვენ რომ გვერდზე ტრამპს უდგას რობერტ კენედი, რომელიც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, ანუ ჯონ კენედის პრეზიდენტის მიშვილი, სენატორ კენედის შვილი. და დიდი მებრძოლი აი ამ კოვიდ აფერის დროს. მარტო კოვიდ აფერის დროს არა, მე 15 წელიწადია რაც მის ჯგუფში ვარ და მაქვს ისეთი უშუალო კონტაქტი მათთან და ვიცი რასაც აკეთებს, ის საერთოდ იბრძვის იმ მახინჯი ფორმის წინააღმდეგ, რასაც დღევანდელი გეგმიური ასრებიც ქვია. იბრძვის იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და მის ორგანიზაციას ქვია Children's Health Defense, ანუ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია. იურისტია თვითონ განათლებით და თუ კი არის მსოფლიოში წამყვანი აი ესეთი იმუნოლოგები, არიან მასთან გაერთიანებული ბევრი მათგანი. და კენედიმ უჩივლა Facebook-ს, უჩივლა სასამართლოში, იმიტომ რომ დაარღვიეს თავისუფალი სიტყვის უფლება, დაარღვიეს და გაუქმეს Facebook-ში მას თავისი აკაუნტი, ანუ გვერდი. ამიტომ უჩივლა და აი ამ საჩივრის საფუძველზე, რაც გამოიტანა, ესე იგი დადგენილება იმ სასამართლო, იმის საფუძველზე, როცა დაიბარეს ზუკერბერგი, მაშინ უარყო მან თავისი მეგა სისტემის ფირმის, ესე ვთქვათ, მართლა ზედმეტი ჩარევა. და მით უმეტეს ახლა ტრამპის მოსვლით უკვე, როდესაც აშკარად კენედი ამ ჯგუფში არის და აშკარად უკვე, და მართლაც ახლა პირველი განკარგულება ჯანმოდან გამოსვლა იყო, თუმცა მერე იყო ძალიან ბევრი ლაპარაკები, არა ნაწილობრივ გამოვა, ასე გამოვა, ისე გამოვა, მაგრამ ეს ალბათ უფრო ჭორია. სხვათა შორის დღეს გამოვიდა, უნდა გამოსულიყო ჩემი ინტერვიუ ასავალ-დასავალში ამ თემაზე. აი ეგ მინდა განმარტო, ზუსტად რა ხდება. ესე იგი, ტრამპმა იმ დღესვე, როგორც კიდე ინაგურაციის მეორე დღესვე, მოაწერა ხელი 100 ბრძანებას. ერთ-ერთი პირველი ბრძანებათანი, რომელიც მე მაინტერესებს და ამიტომ შევისწავლე, ეს არის ჯანმოდან გამოსვლის ბრძანება, მაგრამ არის რა, ჯანმოს აქვს თავისი დებულება, რომელშიც ისე არის შეტანილი, გართულებული გამოსვლა იქიდან, რომ აქამდე ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გამოვიდა. და ერთ-ერთი არის რა, რომ პირობა აუცილებელი, რომ საჭიმის განაცხადის შეტანიდან 1 წელი უნდა გავიდეს, იმისათვის, რომ მას კონდეს უფლება, რომ გამოვიდეს. მაგრამ მანამდე კიდე სხვა ქვეყნების მსჯელობენ ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, მხოლოდ 2026 წლის 20 იანვარს შეიძლება უკვე მას გამოსვლა. თუ კი არ გადაიფიქრებს სხვა და თუ კი რაღაც სხვა გაუთვალისწინებელი არ მოხდება. მაგრამ ასე რომ 1 წელიწადი იგივე ამერიკა რჩება იქ. ხონ პროცესი არის. ეს არის პროცესი. მაგრამ ეხლა არის რა? ბან გააკეთა მეორე ძალიან ჭკვიანური რამ და ეს რაში გამოიხატება? ეს არის ის, რასაც მე ვითხოვდი და ეხლაც უნდა მოვთხოვო პეტიცია თავიდან და გავაკეთო, უნდა მოვთხოვო ჩვენ მთავრობას. ნახე რა ხდება. ის რეზოლუცია, რომელიც მიიღეს მაისში ჯანმო 77 სამიტზე, აი ის რეზოლუცია თუ ცნო სახელმწიფომ, ის დიქტატს ვერ გადაურჩება. მაგრამ ის რომ არ მოაწერეს ხელი, თქვა ჩვენებმა, არ ნიშნავს იმას, რომ არ მიიღეს, იმიტომ რომ იგივე ჯანმოს დებულების 21-22 პუნქტებში პირდაპირ წერია, რომ თუ ქვეყანამ არ თქვა უარი მის მიერ ჯანმოს მიერ მიღებულ რომელიმე რეზოლუციაზე ან დოკუმენტზე, მაშინ 12 თვის გასვლის შემდეგ ეს ავტომატურად იქნება მიღებული და მისი ესე იგი დუმილი ჩაითვლება დუმარე თანხმობად. და დინა ამასთან დაკავშირებით ხომ არ არის ჯანმოს განცხადება 2 დღის წინანდელი, რომ აი საქართველო აღარ არის მალარიის ქვეყნების სიაში, ანუ რაღაცა ისეთი კოჭის გაგორების მცდელობა ხო არ არის, რაღაცა გვასიამოვნეს ჯერ როდის ვიყავით ამ სიაში. აზიური ქვეყანა ხო არა ვარ, სადაც რეალურად მალარია პერიოდულად არის ხოლმე. ხა საქართველოს და მალარია ცოტა ისეთი თემაა. ან რაში დაჭირდათ? იცი რა, მაგათ თამაშებს ვერ გაიგებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ტრამპის აი ამ განცხადებაზე და მცდელობაზე იქნება ახლა მცდელობა, რომ სხვა ქვეყნებზე გაავრცელონ თავიანთი დიქტატი და ნახელალი ძალიან ერთი დიდი აშმაკობა დევს. რა გააკეთეს იმ ახალი ხელშეკრულებით, რეზოლუციით, რომელიც მიიღეს ჯანმო სამიტზე.
იქ პირდაპირ წერია, რომ უკვე აღარ არის პანდემიისთვის საჭირო ის პირობები, რაც ადრე იყო. ადრე უნდა ყოფილიყო თითქმის მთელ მსოფლიოში, ხო ეს? ეხლა შეუძლიათ რომ გააკეთონ რამდენიმე ქვეყანაში. მისი დირექტორი თედროსი ჩასვლის, რომ აფრიკაში არის მაიმუნის გრიპი, ხო? ეხლა ესე იგი წამოვიდა აზერბაიჯანზე ერთი შემთხვევა და შეიძლება თქვას, რომ საქართველოს პოტენციურად ამ იმის მიმღებია, იმიტომ რომ ახლოს არის, ხო? ან აფრიკიდან ვიღაცა ჩამოვა და გააკეთოს ამ სამ ქვეყანაში, ან რამდენიმე ქვეყანაში. ეს ქვეყნები დაექვემდებარებიან მაშინ უკვე მის დიქტატს. ანუ ის რომ ამერიკა გავა, არ ნიშნავს რომ ეს ჩვენთვის ავტომატურად ჩვენს გავდივართ. არა, არ ნიშნავს. და ხალხს გონია ხა ზოგი ტაშს უკრავდა და იძახის რომ ვიმე რა კარგია, ჩვენც უნდა გამოვიდეთ დღესვე, ამერიკა ხო გავიდა. ამას სჭირდება პროცედურა და ამას მე და შენ ვერ გავაკეთებ და ვერსის ხალხი მთავრობის დონეზე უნდა გაკეთდეს. ეს უნდა გაკეთდეს მთავრობის დონეზე. განაცხადი უნდა შევიდა და უნდა შევიდეს ეხლავე, იმიტომ რომ აპრილში 1 ივნის მაისს იყო მიღებული ეს რეზოლუცია. ანუ 12 თვე გადის 1 მაისს. მანამდე თუ არ მოვასწარით, ეს შეითვლება დუმარე იმათ თანხმობას. და სამიზნე ვხდებით ნებისმიერ მომენტში. ნებისმიერ მომენტში, როცა წამოულით მათ, როცა მოინდომებენ და რომ მოინდომებენ, ეს ვერ შეგეპაროთ. არც მეპარება ეჭვი. მაგრამ არის კიდე ერთი რამ, რომ ეხლა აი როცა ამერიკა გავა, ხო, თქვათ. ყოველ შემთხვევაში ეხლა უკვე რადგან ტრამპმა დაწერა ეს უარი ოფიციალური და რადგან ბაიდენმა წინს წრებით განთავისუფლა ფაუჩი, ხო? ესე იგი ამის საშიშროება არის, ხო? ფაუჩის დაკავების. არა, დაკავების არ არის. ნახე, არა რა შესაძლოა, რა სხვა რამეს ვამბობ ეხლა. ნახე, ეს იგი რადგან ამერიკამ უარი თქვა და იქ ვერ განახორციელებს, ანუ აქ პირველ რიგში ლაპარაკი ხდება სავალდებულო ვაქცინაციაზე, ხო? იმ ვაქცინებს ვეღარ გაასაღებს იქ და რადგან კენედი ყავს ამას გვერდზე, კენედი ამას არ დაუშვებს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამაშიც ებრძოდა ამას, კი ბატონო. ებრძოდა მით უმეტეს კოვიდ აფიორას. სხვადასხვა ქვეყნებში მიტინგებზე დადიოდა და თავის საარჩევნო კამპანია ამაზე ჰქონდა აწყობილი, ანტივაქსერული საარჩევნო კამპანია ჰქონდა. მაგრამ რას უზამენ იმ ვაქცინებს, რომლებიც არის უკვე გაკეთებული, ან კეთდება. იმ თანხაზე უარს არ იტყვიან. ამიტომ წამოვა ისეთ ქვეყნებში, სადაც კარგად აქვს აწყობილი საქმე და საქართველოში ძალიან კარგად აქვს აწყობილი საქმე. შენ თუ გინახია, იგივე ჩვენი ან პოზიციიდან, ან ოპოზიციიდან ერთი ადამიანი დამისახელე, რომელიც გამოდიოდა აი ამ ვაქცინაციის წინააღმდეგ. არა, ეს ტაბუდადებული თემა იყო. ტაბუდადებული და ეხლა კიდევ უფრო დადებული. და ეხლა ხედავ შენ რომ დაიწყო პროპაგანდა, ისევ ხა გრიპებზე უნდათ ბავშვების აჭრა და უკვე შვილებზე გადადიან 6 თვიდან. იგივე კოვიდი შეტანილი არის სავალდებულო სიაში, ოღონდ ჯერ არ ამუშავებიათ ეს, მაგრამ უკვე შეტანილია. და იგივე პაპილომავირუსი, რომელზეც მე ესე გამოვდიო რამდენი ხანია. ამაზე კიდე უფრო მეტი პროპაგანდა დაიწყო ახლა. და უფრო მეტი შემოტევა დაიწყო ჩემზე, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც ამ პაპილომაზე ლაპარაკობს. ფლაგმანი ამ ყველაფრის. ამაშია საქმე და არა უშუალოდ ჩვენც ისე ხო არ ვხედავთ არა ყოველ შემთხვევაში ვადევნებთ თვალყურს და მე არ შემეძლია არ გკითხო გასაგებია რომ ჩვილებში აცრები ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ყოველთვის მე შემიძლია გითხრა და ჩვენ ოჯახში მაგალითად ისე მოხდა რა თალეშონია კი გახსოვს შენ ისიც როგორ ებრძოდა ამ ყველაფერს და მან კატეგორიული უარი თქვა ჩვენთან ბავშვების აცრაზე და მე შემიძლია ვთქვა ვიზდებოდით ეს მე და ჩემი ძმა მე საათობრივად მიკეთდებოდა ყველა აცრა და ჩემ ძმას არც ერთი და ჩემზე გაცილებით ჯამრთელი იყო ყოველთვის და რა მოხდა ასეთი საქართველოში რომ აი დაუნის სინდრომი პრაქტიკულად ყოველ მესამე ოჯახში არის ბავშვები აუტიზმი. საერთოდ ბევრმა რამე მოიმატა. მოდი აქვე ვთქვათ, რაც არ უნდა კონდეს მაგის მტკიცებულებებს იძიებს და დამტკიცებულის არის ფაქტიურად, უბრალოდ აღიარებული არ არის. არ უნდა ამის ოფიციალური აღიარება. მაგრამ ის რომ ვთქვათ, ყველას აუტიზმი არ ემართება, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი არ ზიანდება. მისი იმუნიტეტი ზიანდება, ღვიძლი ზიანდება. იგივე ნახე ბ ჰეპატიტის აცრას რო აკეთებენ. ბავშვი რო იბადება, ჯერ სუნთქვას სწავლობს, ჭამას სწავლობს და შენ უკვე უზიანებ მას ღვიძლს. ნახე როგორ მოიმატა სიყვითლეებმა. და ნუ მე პირდაპირ კავშირში არის ბევრი მშობელიც ამბობს თვითონ რომ აცრამდე ბავშვი ესე იყო, აცრის მერე ესე. აი მშობლებზე მინდა გითხრა, ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ხოლმე შიშრომო პირებისთვის სხვადასხვა აქტივობას და ბევრ მშობელს უთქვამს რომ არაფერი არ ქონდა პრობლემური, მშობიარობა იყო იდეალური და აცრის მერე
ან ფეხი წაერთვა, ან რაღაცა ეს განვითარება შეწყდა, ძალიან ბევრი ლაპარაკობს. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს თემა, რომელზეც ჩვენ ღიად უნდა ვსაუბრობდეთ. ისე კი არა მიჭკმალულად, ისე კი არა რომ ვიღაცები არ იმჩნევდნენ, რომ ეს თემა არსებობს, რომ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემს მეგობრებში უკვე ძალიან ბევრია ჩვენ შვილიშვილების თაობაში. აი ესეთი შემთხვევები. ძალიან ბევრია. ქუჩაში ხა მე კიდე პროფესიული თვალით ვუყურებ. ქუჩაში რო ვარ სადღაც საგარაგზე ან სასტუმროში რო ვისვენებთ, გული მიკვდება ხოლმე რო უყურებ ამ ბავშვებს. შეიძლება ისეთი იყოს შენ რო ვერ შეამჩნიო და მე კარგად ხედავ. რამდენმა შეამჩნია ეს უკვე მეორე, მესამე კლასში, ხო? არა, ეს რო ამჩნევენ ეს ხო არის და ბევრი ისეთია რომ პირველი იმიდან არ ეტყობა. იგივე საუბრის შეფერხებას რო მაშვებიან გაზარდეს ახლა ასაკი. ადრე თუ ითვლებოდა რომ ბავშვი 3 წლის უნდა ლაპარაკობდეს, ეხლა უკვე 4-5 წლამდე თუ არ ლაპარაკობს, არაფერი ალაპარაკდება. ეს ხო ესე არ არის. გასაგებია ხო? არის შეფერხება, არის აზროვნების. კარგი, აი ეს ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზედაც ღია მართლა აი კონფერენციები, სიტყვა იმისთვის კონფერენციისთვის კი არა, რომ ყველამ თავის ადგილი, იქ დაზარალებული ოჯახებიც, ვთქვათ, ექიმების აზრი, ვინც ამას აკვირდება, ეს არის აუცილებელი, ეს ერთი და მოდი ახლა მე უბრალოდ მეშინია რომ დრო არ გაგვეპაროს, შენთან ყველა საკითხზე სიამოვნებით მინდა დიდხანს საუბარი. რა ხდება აი ამ კიბოს ვაქცინაზე? ეს რა არის? ტრიუკია, ეს არის რაღაც PR აქცია, ამითი მოვიდა, შეგვეშინოდეს ამისი თუ პირიქით. ეხლა მანამდე მინდა კიდე ერთი თემა ისახნა. ეხლა ჩვენ ყველა ველოდებოდით რომ მოვა ტრამპი, მოვა კენედი, უბრალოდ მე პირადად მისი იმედი მქონდა და ფაუჩი და მისი გუნდი დაიჟებიან, მაგრამ ბაიდენმა გააკეთა ძალიან წესრებით, ხო? მან მისცა ესე იგი თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს საღამოს უბრალოდ მან მოაწერა ხელი მისთვის ინდულგენციის მიცემას, რაც ნიშნავს ინდულგენცია, ანუ წინსწრებით ამნისტია. და თავის ნათესავებს მისცა იგივე. თავის შვილს მისცა და რამდენიმე ოჯახის წევრს. სამარცხვინო ამბავია ეგ. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ფაუჩის ვერავინ 30 წლამდე ყოველ შემთხვევაში სანამ ტრამპია ვერ წაუყენებს ვერანაირ ბრალდებას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე და ამის ბევრი მტკიცებულებაა. და ზუსტად ამაზე აქვს საჩივარი შეტანილი ფაუჩიზე ამ თემებზე. ბევრი ბრალდებები აქვს. ხო, ეს ნაწილობრივ აღიარებაა, რომ დამნაშავეა, როდესაც ახლა მე თუ არ ვარ დამნაშავე, წინსწრებით რატომ მიკეთებ აი ამ პრევენციულ შეწყალებას, ხო? იცი რომ აი მაგაც ბაიდენმა დაარღვია კიდევ ერთი რამე. ეს ამერიკის კონსტიტუციაში ყოფილა ეგეთი რამ, რომ შეიძლება მიეცეს ესეთი წინსწრებით შეწყალება. და ეს გამოყენებული იყო ერთადერთხელ ნიქსონის მიერ. იმის მერე არ ყოფილა გამოყენებული, მაგრამ იქვე არის ესეთი დანართი, რომ ეს უნდა შეიძლება მიეცეს იმ შემთხვევაში, როცა მას უკვე წაყენებული აქვს ბრალდება. ნახე რა იურისტი გავხდი უკვე. ამერიკის კონსტიტუციაში გავერკვია. და ეს დაირღვა, იმიტომ რომ მას ოფიციალური ბრალდება ჯერ წაყენებული არ აქვს. ერთია თქვა საჩივარი, ერთია მოთხოვნა, მაგრამ ბრალდება სასამართლოს მიერ წაყენებული არ აქვს. და ამის და მიუხედავად მან უკვე მიიღო ეს ინდულგენცია. ეს არის საშინელი დარღვევა იგი ამერიკის კონსტიტუციის. ეხლა არის ესეთი საკითხები, რაღაცებს ითხოვენ აი ჩვენი Facebook-ში რო უყურებ, რომ ტრამპმა ესქნას, ის გაუქმოს. ესე არ არის, ხა ამერიკის კონსტიტუციას ვერავინ ვერ შეცვლის. ეს საქართველოში შეგვიძლია ხანის ჩავწერო და ხან გამოვიღო და ხან ხო, წლებია, არ იცლება ხოლმე რაღაცები. ხო და ამერიკის კონსტიტუცია ეს არის მათი ბიბლია, ესე ვთქვათ მეორე და იმის შესვლა სჭირდება, ნუ არ ვიცი, პროცედურები კი არა, რაღაცას ასწავლინდა მოხდეს. ეხლა რაც შეეხება, კარგი კითხვა დამისვე შენ ამ კიბოს ვაქცინაზე. ეს ერთ-ერთი იმ 100 ბრძანებიდან, რასაც მოაწერა ხელი ტრამპმა, ეხებოდა კიბოს ვაქცინის კვლევებს. ეხლა რაში აქვს საქმე? სადღაც ნახევარი 500 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს ამაზე დაახლოებით. თუ ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ესე იგი საზოგადოება გაიყო ორად ჩვენთან ყოველ შემთხვევაში. ზოგი გადავიდა იმის მოლოდინში, რომ ვაიმე რა კარგია სიმსიმნიანები ძირითადად. მით უმეტეს რომ აქაც მომატებული პროცენტი გვაქვს. ძალიან მომატებული არის, ვიცი ჩვენ. და ბავშვებშიც. ბავშვებში ძალიან არის და ეს პირდაპირ უკავშირდება სხვათა შორის. ამაზე დიხანი უკვე ლაპარაკი არის, დოკუმენტები დევს, მაგრამ მე როგორც ყველაფერი იჭმალება ეს და ისეთი ტაბუედება ამ თემებს ხომ? და ნახე ხა რა მოხდა. ესე იგი ზოგი ზის და ელოდება რომ როდის შემოვა ეს კიბოს ვაქცინა ჩვენთან და გვეშველება და ზოგი კიდე პირიქით არის აღშფოთებული რომ ეს რატო გააკეთა.
ეხლა რეალურად რა არის? აქ ხალხი დააბნია სიტყვამ ვაქცინა, იმიტომ რომ კოვიდის მერე უკვე სიტყვა ვაქცინა ეს არის ბუა და გასაკვირიც არ არის, ხო? არ არის გასაკვირი და იგივე ეხლა ეს აცრები რო არის გეგმიური, მათი დიდი ნაწილი უკვე არის RNM პლატფორმაზე დამზადებული. და ნუ რომ ეკითხებიან, რამდენად უნდა გავუკეთოთ, მე თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ამის გაკეთებისგან ისედაც თავს ვიკავებდი და ეხლა მით უმეტეს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თვითონ იმ ვაქცინაციის სქემას არ ვეთანხმები, 6 და 7 და 8 ის რო აკეთებ 10 ერთდროულადან და მით უმეტეს, როცა ეს არის დამზადებული RNM ტექნოლოგიით. მოდი თქვი, განმარტე რა არის RNM ტექნოლოგია? აი ხა არეულობა რამ გამოიწვია ერთი სიტყვა ვაქცინამ და მეორე RNM ვაქცინამ. ეხლა რა შეასახმე? RNM ეს არის ტექნოლოგია და არა ვაქცინა. ესე იგი არის დამზადებული ვაქცინები ჩვეულებრივი კლასიკური წესით და შემდეგ დამზადდა RNM ტექნოლოგიით, მაგრამ ეს RNM ტექნოლოგია თავის დროზე იყო გამოგონებული სწორედ იმიტომ, რომ ამითი ამოეჭრათ, გაენადგურებიათ პათოლოგიური გენები. აი თქვა თავიდან ლაპარაკი იყო ჰემოფილიის გენზე. ჰემოფილია მემკვიდრეობით გადაცემული ის არის გადამცემი დაავადება და რამდენიმე ესე დაავადებაზე. როცა გენში პოულობენ პათოლოგიას DNM-ში და შესაძლებელი არის მისი ამოჭრა. მაგრამ მე ამის გამოყენება მოხდა ცუდად. ეხლა ნახე, როცა ლაპარაკი არის რა ვაქცინის გამოგონებაზეა საუბარი. ეხლა დამეთანხმე, რომ კიბო არის ბევრნაირი, ყველა ქსოვილს აქვს თავისებური კიბო და ერთი რაღაცა ვაქცინა კიბოსთვის არასოდეს არ შეიქმნება. მე ამას ვერ დამაჯერებს ვერავინ. ანუ ერთი პანაცეა ვერ იქნება ყველაფრისთვის. ვერ იქნება, გამორიცხულია. თქვა ფილტვის კიბოსი, პროსტატის კიბოსი, საშვილოს იმისი ყველა არ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერში ჯერ კიბოთთან რა არის, ეს არის უჯრედების ქსოვილის გადაგვარება. ხო, ატიპიური. ატიპიური უჯრედი. ის უჯრედი, რომელიც ვითარდება ფილტვში, ვერ გავითარდება პროსტატაში, ხო? ამიტომ ყველა კიბოს თავისი სპეციფიკა აქვს. ეხლა რაც შეეხება აი ამ ტექნოლოგიას, რაზეც არის ლაპარაკი, რა დააფინანსა. ნახე, ეს არის ფაქტიურად, ეს კი არ არის ვაქცინა. ეს არის ნაადრევი დიაგნოსტიკა და ნაადრევი მკურნალობა. ეხლა რა შვებიან? უნდა აიღონ სისხლი ადამიანის ორგანიზმიდან, ჩვეულებრივი სისხლი, ჩვეულებრივი ანალიზით, მერე გაკეთდეს ამის გადამუშავება და გაირკვეს არის შიგ თუ არ არის პათოლოგიური უჯრედი. ანუ პრევენციულად იგებენ? ნახე, არა, ხო. აი ჯანმრთელი ადამიანი ხარ და გაინტერესებს, ან რაღაცა გაწუხებს მიხედვით კლებაზე, ხო? მაგრამ არ არის ჯერ სინჯავენ და არანაირი. კიბო ჯერ არ აგავს, ხო? მაგრამ რო აიღებენ სისხლს, აი როგორც მარკერები აჩვენებენ, მაგრამ მარკერები უკვე რაღაცა დონეზე აჩვენებენ და ეს აჩვენებს, რომ შენ სისხლში, ჯვარი წერია შენ, უკვე ცირკულირებს რომელიღაცა კიბოს უჯრედები, ხო? ძალიან ნანო უჯრედები, ძალიან მცირე რაოდენობით, ან ძალიან პატარა. აი ამას აიღებენ, შეისწავლიან, დაამუშავებენ და ამისგან გააკეთებენ შენთვის მისაღებ პრეპარატს. მაგრამ ის არის მარტო შენი, მე ის არ გამომადგება. მხოლოდ ინდივიდუალურად კეთდება ეს. მხოლოდ ინდივიდუალურად. მაგრამ ეს რა რაოდენობის დაფინანსება უნდა იყოს, რომ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. არ არის. ეს არ არის, რომ ყველას გავუკეთონ. გამორიცხულია. ეს იქნება საკმაოდ ძვირი, ყველაფერი რაც არის ინდივიდუალური არის ძვირი. რა თქმა უნდა. შეგვიძლია შეხვიდე და აიყიდო პალტო იმაში ზარაში და მისაწვდომია ყველასთვის და შეგვიძლია წახვიდე ნინარიჩის მაღაზიაში. და იქაც ინდივიდუალურად შეუკვეთო. იქ შეუკვეთო, ან იყიდო რაც არის ერთი ცალი, ხო? ის რა თქმა უნდა ძვირია. ესევეა ჯანმრთელობაც. აი ეს მასიური ჯანმრთელობა, გაიდლაინები, ეს ამ შემთხვევაში თუ სხვა რამეა. ესე იგი, თუ კი ეს შეძლეს და აქამდე ვერ შეძლეს, და სხვათა შორის აი ხა წავიკითხე სტატია რობერტ მელოუნის, რომელიც იყო ანტივაქსერი აი ამ კოვიდის დროს. ეს არის კაცი, რომელმაც თვითონ შექმნა ეს პლატფორმა, RNM პლატფორმა, რომელიც გამიზნული იყო ამ კიბოსთვის, მაგრამ მერე ბაიდენმა შეუწყვიტა დაფინანსება ამას, ამ კვლევებს და ის გამოვიდა ამ სისტემიდან და ბაიდენის დროს უკვე რა მოხდა? მოხდა ის, რომ ეს ტექნოლოგია, მისი ტექნოლოგია, რასაც ის თავის ბრენდს უწოდებს, ეს მელოუნი, ეს გამოყენებული იქნა არასწორად. იქ უკვე შეიცვალა ერთი კომპონენტი, რაღაც არის უროტინი და ანტიუროტინი და იმაში, რომ შეცვალეს ნობელის პრემია მიიღეს აი იმ შესვლაში, ეს კაცი დარჩა გარეთ და დაიწყო ახსნა იმისი, რომ არ შეიძლება ამის გამოყენება აი ესე მასიური ვაქცინაციისთვის. მაგრამ ის თემა, რომ ინდივიდუალურად გაკეთდეს აი ამ მეთოდოლოგიით, ანუ RNM არის
პლატფორმა რას ნიშნავს? ეს არის მეთოდი, მომზადების მეთოდი, ხო? და ისი მე როგორც გომეოპათმა ძალიან კარგად ვიცი. რას ნიშნავს? აი დაახლოებით რაც ხალხური მასში არის, უბრალოდ კლასიკურ მედიცინაში იყო ჰიპოკრატეს ეულში. რამას გაწყიდა იმით იწამლე, არის ესეთი ისა, ხო? ანუ შხამი ისიც მცირე დოზებით შეიძლება სამკურნალო იყოს, კი ბატონო, ხო? თვითონ წამალი და მოწავლა, ხო? გააჩნია რა დოზით გამოიყენებ, რისთვის გამოიყენებ. ასე რომ ჰომეოპათიაში ძალიან ბევრი შხამი გამოიყენება. იგივე გამოიყენება დარიშხანი, იგივე გამოიყენება გველი შხამი და ძალიან ბევრი მომწავლავი ნივთიერება. ოღონდ იქ უკვე არის სხვა პრინციპი ამის გამოყენების. ასე რომ ჩემთვის გასაგებია ეს ყველაფერი. ანუ მე იმისთვის მაქვს ნასწავლი მთელი ჩემი ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი შემეძლოს გავაერთიანო და ვიაზრო. თინა, იცი მე რა მგონია, რომ მდიდარი ადამიანები, აი ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ხო, ცნობილი მდიდარი ადამიანები, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, 100 წელი და მეტი. ხომ არ გონია შენ ეს ყველაფერი არის კიდევაც გამოგონილი უბრალოდ იმდენ ძვირი ღირს, რომ უბრალო ადამიანისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი არ არის ეს ყველაფერი, ხო? ეს ახლა არის ლაპარაკი, ეს ვერ შექმნეს ჯერ. ეხლა მე დიდი ხანია ვაკვირდები ამ იმას წლების განმავლობაში. იგივე მელოუნი რატო არის? დღეს ამბობს, რომ ესო შეუძლებელია ამის შექმნა, ამიტომ ვერ შექმნა მან. და უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ვიღაცა შეცვლის, მაგრამ გადაწყდა, რომ ამის კვლევები გაგრძელდება. ეხლა მე საინტერესოა როგორი რეზულტატი იქნება საბოლოო. საინტერესებს, იმიტომ რომ თუ ეს გაკეთდა, ხო, ეს იქნება ფაქტიურად კიბოს პრობლემის სამუდამო გადაწყვეტა. ეს ვერ იქნება მასიური გამოყენების, მაგრამ ნუ შეიძლება ოდესღაც გახდეს კიდევაც ვერ გეტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ვიღაცას გაუკეთონ კიბოს ვაქცინა, მოდი გაიკეთე. ეს გამორიცხული, მაგრამ არ იმუშავებს. ეს სხვა ის არის, ხო, მიდგომა. ანუ ხო გეუბნები, აი როგორც არის ავტოგემოთერაპია. სისხლს რო აიღებენ შენგან, გადაამუშავებენ, თქვა გამონაყარია ინფექციები, ვერებს შეშვებიან, ხო? ძალიან ფართედ არის დანერგილი პრაქტიკაში. და უკან უბრუნდება იგივე სისხლი. ოღონდ იმ ადამიანს უბრუნდება, სხვას არ უბრუნდება. მარტო იმ ადამიანს. მარტო მისი წამალია ეს. ვერავინ შენ ეხლა რო ვაბსტრაგირდეთ ცოტა მედიცინიდან და ვთქვათ, რომ აი მართლა ასეა. ბევრი თემა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, სამედიცინო და არა რაღაცა თემები იყო მართლა ფანტასტიკის სფეროდან, ხო? ეხლა, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ იცით რა, წირვაზე ნუ დადიხართ და მე მგონი მხოლოდ საქართველოს იყო, რომელიც წირვის დღეს გახსნილი იყო და მე მახსოვს, როდესაც წირვა დასრულდა, ეს მთელი ქალაქი გარეთ დარჩენილი ტრანსპორტის გარეშე ზოგი ფეხით მიდიოდა სახლისკენ და საოცარი სანახაობა იყო და ვამბობ, რომ ალბათ რამდენი წელი უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ასეთი ხილული სასწაულის მოსწრე გახდეს და ყველაფერი გადიოდა რაღაცა აი ესეთი თითქოს არც იყო ზღვარი ფანტასტიკასა და სინამდვილეს შორის, ხო, რაც ჩვენ გავიარეთ. აი ეხლა რა გეჩვენება შენ კიდე იმ რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ ვიგონებთ, რომ ეს თეორიებია, ეს შეთქმულების თეორიებია, ფანტასტიკის სფეროა, რა გამოაშკარავდა კიდევ? აი რაზე იყო საუბარი იმ პერიოდში? მე მაგალითად ახლა ხილულად რასაც ვხედავ, მაინც ეს არის, აგერ ყველა მთელი ქალაქი წევს გრიპით, ხო? 8 წუთში ჩდება ეს რაღაც საოცარი ზოლები ცაზე, 5 დღე არ გადის აქედან და ილექება ეს ყველაფერი ჩვენს ფილტვებში, იქ ხდება მასიური ესე ადამიანების დაავადება, ხო? იცი რა, აი მე ნახე ყაზახებმა გააკეთეს თუ გახსოვს ყაზახეთში რაღაცა აგურისფერი თუ რაღაცა ფერის დაედო მტვერი ყველაფერს, ხო? და ესო ვითომ აფრიკიდან წამოვიდა ქვიშაო, ხო? მოიტანა. მაშინ გააკეთეს კვლევები აი გამონაბოლქის კვირა, იმ ნალექის რაც დაიდო ტრანსპორტზე და ნივთებზე და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მომწავლავი ნივთიერება აქვს, კერძოდ კადმიუმი მაგალითად, რომელიც პირდაპირ ონკოლოგიის გამომწვევია. იქ მძიმე მეტალები, თქვა აღმოჩნდა ტყვია, მაგრამ ტყვია იმაშიც არის. გამონაბოლქშიც არის და ბეჯტურმაშიც არის, მაგრამ ეს ის იმ რაოდენობით არ არის, რომ თქვა მოგწალს, მაგრამ რა შეიძლება იყოს მიზეზი? აი რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ხო, აი მე რომ დავინტერესდი ბაკითხვაზე როგორი პასუხი მივიღე, იცი რომ ეს ხდება იმისათვის, რომ გლობალური დათბობა არ მოხდეს. ნუ ამაზეც ხო ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ იმ პროექტიდანაც გამოვიდა გლობალური დათბობის. ანუ რასაც ჩვენ საუბრობდით და თურმე აღმოჩნდა, რომ ეს ტრამპისტები ვართ. ყოველ შემთხვევაში ასე ხო მოვინათლეთ ახლა უკვე, რომ რასაც ჩვენ საუბრობდით, ხო, აი ეს ბოლო თემაც რაც არის. ყველა ამ პროექტებიდან ამერიკა გამოდის, ყოველ შემთხვევაში პროცესი დაწყებული აქვს. და რა ვიცი, ალბათ ჯერ კიდევ სანამ ჩვენიცა ასეთი
ერთადერთი დახაზულია და როგორც ჩანს ახლა პატარა ქვეყნები დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, თუმცა ვერ შევებრძოლებთ იმას, რასაც ვერ შევებრძოლებთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე ძლიერები არიან. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულად და უნდა გავაკეთოთ შეგვიძლია კი არა. უნდა გამივიტანოთ ჩვენ მთავრობამდე ის, რასაც მე ვლაპარაკობ, ეხლა ჯანმოსთან დაკავშირებით. ანუ სასწრაფოდ ის, რაც გააკეთა ტრამპმა და ეს კენედის გავლენა იყო, რა თქმა უნდა. ტრამპმა ხო არის ეს ნიუანსები. ვიღაცა ყავს კონსულტანტები, ვისაც ენდობა. ხო, როგორც ყველა თემაში, ხო. ხო, ну როგორც ყველა თემაში, რა თქმა უნდა და ეხლა მე კარგად ვიცი კენედის მიდგომა ამასთან დაკავშირებით, ხო? და შენ გახსოვს მე გამოვაქვეყნე კიდევაც მე და შენ ძმა ვიყავით ერთად, რომ ვილაპარაკეთ იმაზე და წერილიც ვაჩვენე მაშინ ტრამპის იმისგან, კენედისგან მადლობის წერილი. ამაზე გადაიერია რატომ გას ხო? ყველაფერი გვახსოვს, სამწუხაროდ მაშინ არ გვიჯერებდნენ. არ გვიჯერებდნენ და პირიქით რეაქცია აგრესია მივიღეთ, რომ რატომ მოგდის კენედისგან წერილები კავშირი გაქვს. და ხო, ну ეგ ძალკეთ მაგიდა. ნახე, უნდა როგორღაც მივიტანოთ, იმიტომ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მთავრობას არავის არ ცალია და ბრმათენდობიან იმათ, ვისაც გადააბარეს ეს ყველაფერი. ვაიზულოთ, რომ დაწერონ სასწრაფოდ უარი იმ რეზოლუციაში შესვლაზე, რომ ის რაც არ უნდა გამოაცხადოს თედროსმა და ჯანმომ, რომ ის აქ ვერ განახორციელონ. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება, ნახე, ამერიკა ხო რჩება 1 წელი იძულებულია დარჩეს ჯანმოს შემადგენლობაში, მაგრამ ჯანმოსთან მას ექნება ძველი ურთიერთობა, ეს რაც ნიშნავს. ჯანმო აქამდე იყო საკონსულტაციო ორგანო და ისევ ესე იგი მისი რეზოლუცია, მისი დადგენილება, მისი ბრძანება არ იქნება სავალდებულო შესასრულებელი. ანუ მთავრობის ადგილობრივი გადასაწყვეტი იქნება რა მიიღოს და რა არა. იცით და მე ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში თუ ამ რეზოლუციის ეს გავითვალისწინებთ გავრცელდება ჩვენზე რა ხდება? ნებისმიერი მისი ხუშტური და ბრძანება, სიტყვა, ყველაფერი იქნება სავალდებულო უპირობოდ. ხო, კი ბატონო. იქ ისეთი რამეებია ჩადებული. აი მაგალითად ესეთი რამეა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, რომ სამოქალაქო სექტორს მისცეს დაფინანსება, უზრუნველყოს ტრანსპორტით და მისცეს დომა პანდემიასთან დაკავშირებულ მასალებთან, რომ მათ მოაგროვონ, ანუ ტესტირებაზე როგორც ეს ლაპარაკი და უზრუნველყონ მისი გადაცემა. ვისთვის გადაცემა ესეც არ არის დაზუსტებული და ეყრდნობა სამოქალაქო სექტორს და რელიგიურ სექტებს, ადგილობრივ თემებს. აი ის რაც ახლა ხდება ქუჩაში და არ მოწონს ხო სახელმწიფოს, იმის დაკანონება ხდება პანდემიის შემთხვევაში. კი ბატონო. და ის ხალხი ახლა თუ გლანძღავენ ტელევიზიიდან და იმიდან ქუჩიდან უკვე სახლში შემოვარდნის უფლება ექნება. ეს ძალიან საინტერესოა, ფაქტობრივად გვივარდებიან სახლებში და ის ადამიანები, კი ბატონო, და ერთ-ერთი ის მუშკეტერთაგანი აღარც მინდა ხა ამ ადამიანის ხსენება, მაგრამ ზუსტად ამ ანტისამთავრობო მიტინგებზე დგას დღეს და სამწუხაროდ ისევ ესეთი მუშაობით იწონებს თავს, რომელიც არ არის ადამიანებზე ორიენტირებული. ჩვენთან დღეს ვინც არის ოპოზიციის ლიდერები, გაიხსენეს სულ ყველა იყო სავალდებულო აცრის მომხრე. მახსოვს ძალიან კარგად, კი, კარგად მახსოვს და რას იძახდნენ ჩვენზე, ისიც კარგად მახსოვს. ის ნანა გეგეშკორი, რომელმაც ახლა ჩაფურთხების იდეა შემოიღო, ხო გახსოვს? იმაში ჩაუფურთხეთო საჭმელშიო. მე ამას დაემართა შარდი მოусვით ხაჭაპურზე. ხო, ნუ ეს საოცრებაა. ეს არის ზუსტად ის ქალი, რომელიც მე მებრძოდა და მე მომაკერა შამანის და აფერისტის სახელი. ეს არის ჰოპკინსის ჯგუფი, ზურაგურული ჯგუფიდან წარმომადგენელი. ხო, სამწუხაროდ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ. მე კიდე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დრო იწურება, თინა შენთან საუბარი შეიძლება ძალიან დიდხანს, მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ საუბრის გაგრძელება ძალიან მალე გვექნება და ერთს ვიტყვი, რომ ვინც ჩვენ გვებრძოდა და ვინც მთავრობას ებრძოდა პირდაპირ თქვა და რომ არა, მაშინ პრემიერ-მინისტრის ძალიან სწორი ნაბიჯები, ხარიბაშვილის, ხო, ძალიან ხო, ნუ ხო, ყველა გამოჩნდა ვინ რას ემსახურებოდა. ამიტომ ეხა უკვე თეთრი ძაფით არის ნაკერი, ყველაფერი იმედი მაქვს, რომ შენ აი ამ საუბარს აუცილებლად გაითვალისწინებენ და ჩვენ უნდა იმ გზით ვიაროთ, რასაც ქვია ბავშვების ჯანმრთელობა და ზოგადად ქვეყნის გამოჯანმრთელება. არ გაითვალისწინებენ, იმიტომ ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და არა მარტო მე, ჩვენ შაშან შევქმნით ბავშვთა ჩვენი გენოფონდის გადარჩენის ალიანსი. შენ არ ვიცი საქმის კუში ხარ თუ არა. ყოველ შემთხვევაში შენი ძმა არის ჩვენთან ერთად
ნუ ჩვენ ვინც ვიყავით, ყველა ერთად ვარ და უფრო მეტნი ვართ, მაგრამ მიმართეთ კიდევაც, მაგრამ მოგვივიდა პასუხი ესეთი ძალიან სასაცილო, ყველას მიმართეთ, ვისაც შეიძლება ესახებოდეს მთავრობაში პარლამენტში ყველგან და მოგვივიდა ჯანმოდან წერილი პაატა იმნაცის ხელმოწერით, რომ რეზოლუცია არის გადასარევი, ძალიან კარგი და ჯანმო არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელიც უნავს ხალხზე. ეს არის ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. სოფლიო შეიცვალა, ამიტომ თავიდან არის გასაკეთებელი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე და ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო თემებით დაგიბრუნდებით. ერთი რამე თხო უნდა გავაგზავნო. მალე ძალიან. რომ გვერდზე დაგვიდეხით მეგობრებო, იმიტომ ჩვენ გასაკეთებელს არც ტრამპი გააკეთებს. არც კენედი და არც არავინ ამ ქვეყანაზე. ღმერთის იმედზე ვარ და საკუთარი თავის იმედზე. ასე რომ ძალიან ვთქვი, დაანებეთ ერთმანეთის კრიტიკას და ჭამას თავი. გაერკვიეთ ყველაფერში. ნორმალურად. მადლობა დიდი. რადიო